რუსები მოდიან. მხოლოდ ამჯერად ისინი უკრაინის წინააღმდეგ არ მოდიან. ისინი პუტინის წინააღმდეგ მოდიან. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სკანდალურ გამოსვლაში რუსმა სამხედრო ვეტერანმა პუტინის არმია ნამდვილი სახით წარმოაჩინა. ძალადობის შესახებ ბრალდებები გაისმა, ამბოხებისკენ მოწოდება ისმის. რუსი ჯარისკაცები ახლა აქტიურად ემუქრებიან პუტინის მმართველობას, რადგან ვაგნერის მსგავსი ახალი ამბოხება ახლოვდება. კრემლის პასუხი სწრაფი იყო. მაგრამ პუტინის გულგრილი სისასტიკე ახლა გამოაშკარავდა, რაც მის ძალაუფლებას კიდევ ერთ ართმას აყენებს და რუსეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე სულ უფრო მეტად თავად რუსეთი ჩანს. თავის მძაფრ გამოსვლაში რუსეთის არმიის ყოფილი სადაზვერო რაზმის მეთაური, სახელად ალექსანდრე ლუნინი, ზუსტად აღწერს თუ როგორი ცხოვრებაა პუტინის არმიაში. ერთ დროს სუჯის პლატოს მოხალისეთა ბატალიონის წევრი იყო. ლუნინის გამხელამ პირდაპირ დაარტყა პუტინს, მის არმიას და კრემლის ხელმძღვანელობას, სადაც ის ამტკიცებს, რომ რუსი ჯარისკაცები წამებასა და ძალადობას განიცდიან თავიანთი მეთაურებისგან, ხოლო ბრძანებები, რომელსაც იღებენ, ხშირად სულელური, თვითმკვლელური და თითქოს მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ მეტი ხორცი გაგზავნონ ხორცსაგებში. ლუნინმა პუტინთან პირდაპირი შეხვედრა მოითხოვა, სადაც მას ნამდვილ სიმართლეს გააცნობდა, რასაც არც ერთი ოფიციალური პირი არ ეტყვის. ჩვეულებრივ ასეთი რამ რუსეთში დაფარვას ექვემდებარება. რა მნიშვნელობა აქვს ერთ უკმაყოფილო ჯარისკაცს მილიონიანი არმიის ფონზე? მაგრამ ლუნინმა არ გაჩერდა მხოლოდ რუსული არმიისა და მისი ძალადობრივი მეთოდების მხილებით. ლუნინმა თქვა, რომ თუ პუტინთან მისი შეხვედრა არ შედგა, მაშინ რუსეთის ლიდერს ემუქრება ის, რომ უკრაინაში შეჭრა საბოლოოდ ჩაიშლება. ლუნინმა გააფრთხილა, რომ აჯანყება მოდის და მისი შეჩერების ერთადერთი გზა ისაა, რომ პუტინმა გაიგოს, როგორ ეპყრობიან მისი მეთაურები ჯარისკაცებს. თუ უახლოეს მომავალში კრემლში არ მივალ და თქვენთან ერთად პირდაპირ ეთერში არ გამოვრჩდები, არმია კრემლის წინააღმდეგ მიმართავს იარაღს, განაცხადა ლუნინმა. იმ მტკიცებების ფონზე, რომ ის შეხვდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მარალჩინოსნებს, ასევე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წევრებს. ნიშნავს, რომ ყველაფერი ნათელია. ლუნინი აფრთხილებს პუტინს, რომ მის წინააღმდეგ აჯანყებაა და მას შეიძლება რუსეთის პრეზიდენტის რეჟიმის მაღალი ეშელონების წევრების მხარდაჭერაც ჰქონდეს. ეს ბლეფი არ არის, გააფრთხილა ლუნინმა თავისი გზავნილის დასასრულს. ამ გზავნილს ყურადღების მიღმა ვერ გაატარებ. და თუ კრემლს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ ყველაფერს დაფარავდა, ეს იმედები ლუნინის გზავნილის გასაჯაროებიდან 24 საათში დაინგა. ზუსტად ამდენი დრო დასჭირდა ყოფილი ჯარისკაცის გაფრთხილებას, რომ სოციალურ ქსელებში განსაცვიფრებელი 12 მილიონი ნახვა დაეგროვებინა. ამას ვეღარ დაიგნორებს პუტინი. გაფრთხილება უკვე გავრცელებულია და ბევრმა რუსმა უკახა უკვე ნახა იგი. თუმცა ვიდეოს ვირუსულად გავრცელების შემდეგ განვითარებული მოვლენები უცნაური იყო. ერთი მხრივ ლუნინი თითქოს ცდილობს უკან წაიღოს თავისი ზოგიერთი კომენტარი. მას შემდეგ, რაც მისმა გზავნილმა ასეთი დიდი ყურადღება მიიპყრო, ლუნინმა განაცხადა, რომ ის არ ცდილობდა გადატრიალების მოწყობას ან მოწოდებას, არამედ უბრალოდ სურდა მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რეალური პირობის შესახებ, რომლებსაც რუსი ჯარისკაცები საკუთარ არმიაში იტანენ. მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მტკიცებები, რომ თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები თავად აძლევდნენ მას რჩევას. ეს საკითხები საჯაროდ გაეტანა. მისი მტკიცების დასადასტურებლად მტკიცებულება არ არსებობს. იუწყება რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლება. მაგრამ ეს არც არის გასაკვირი. ამ ორგანიზაციებიდან არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ დაატენებს საკუთარ თავს საფრთხის ქვეშ იმ გზავნილის მხარდაჭერით, რომელიც ანგრევს იმ ილუზიას, რომელშიც პუტინი ასე ბედნიერად ცხოვრობს. ლუნინის შემდეგი კომენტარებიც მიუთითებდა იმაზე, რომ ნებისმიერი აჯანყება ჩუმად მოხდებოდა და არავინ მივიდოდა მასთან, რათა გაეფრთხილებინა. და ამ ყველაფრის გარდა ლუნინმა სწრაფადვე უკან წაიღო თავისი მოთხოვნა პუტინთან პირდაპირი შეხვედრის შესახებ. და ამის ნაცვლად განაცხადა, რომ სურდა რუსეთის ლიდერისთვის ეცნობებინა იმ ძალადობისა და ქრთამის შესახებ, რაც მისივე არმიაში ხდება. თითქმის მყისიერი წინააღმდეგობა. ალბათ ლუნინი, რომელიც ადრე ალექსანდრ პოსტოლოვის სახელით იყო ცნობილი, უკვე იწყებდა შეშინებას. მაგრამ ამ ყველა წინააღმდეგობის ფონზე ლუნინი რაღაცას აკეთებდა, რაც მის ამბოხის შესახებ განცხადებებს ძალიან სერიოზულად წარმოაჩენდა. ის აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ თავისი განცხადებები დაემტკიცებინა შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დღეებში. United 24 მედია იუწყება, რომ მან დაიწყო სხვა რუსი სამხედროების ჩვენებების შეგროვება, ის შეგროვება იმ ძალადობის შესახებ, რაც მათ განიცადეს, კვლავ იმ მტკიცებით, რომ ეს ყველაფერი პუტინთან უნდა გაეზიარებინა. ლუნინმა თქვა, რომ ასეთი ჩვენებები ათასობითაა, რომელთაგან ბევრს თან ახლავს ვიდეო დადასტურება გადატანილი ძალადობის შესახებ. არც ერთი მათგანი არ გავრცელებულა სოციალურ ქსელებში. როგორც ჩანს, ლუნინს სურდა ეს ყველაფერი პირდაპირ პუტინთან შეხვედრისთვის შეენახა. ესეც უცნაურია. არსებობს აჯანყების მუქარები და განცხადებები, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა უბიძგეს თავისი გზავნილი მიეტანა. ლუნინმა ზოგარ განაცხადა, რომ ვორონეჟის რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მხოლოდ იმ ადამიანის სახელი იცოდა, ვისთანაც ესაუბრა, დენისი, და ამტკიცებდა, რომ ის ვორონეჟის შიდა პოლიტიკის გუბერნატორის მოადგილე იყო. ამ თანამდებობას სინამდვილეში დმიტრი მასლოვი იკავებს, როგორც Against the Vote News-ი ავრცელებს.
ასევე ჩანს, რომ ლუნინი ან შეცდომაში შეიყვანეს იმ ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მას იყენებენ, რათა რუსულ არმიაში არსებული რეალური პრობლემები გამოავლინონ. ან ის გათხრა და აღარ აინტერესებს რა მოუვა, ოღონდ ვინმე მოусმინოს. ორივე შემთხვევაში აჯანყებით იმუქრებიან. პუტინს ყურადღების მიქცევა მოუწევს. რუსეთის ლიდერს ყველაზე მეტად ამ ყველაფერში ის პერსპექტივაში ეშინებს, რომ ვაგნერის მსგავსი აჯანყება განმეორდეს. ლუნინის გზავნილი დაახლოებით 3 წლის შემდეგ მოდის იმ გადატრიალების მცდელობისა, რომელმაც თითქმის კრემლის საფუძვლები შეარყია. 2023 წლის 24 ივნისს პუტინმა შეეჯახა ყველაზე პირდაპირ გამოწვევას თავისი ძალაუფლების მიმართ, რაც მის 25 წლიან მმართველობაში რუსეთში ყოფილა. იმ გამოწვევის კატალიზატორი იყო ევგენი პრიგოჟინი, რომელიც იყო ცნობილი ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის დამფუძნებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვაგნერის ჯგუფი ოფიციალურად არ იყო რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი, შეჭრის პირველ წელს თითქოს პუტინის მხარეს იდგა, სანამ ეს ასე აღარ იყო. 2023 წლის ზაფხულში ვაგნერის ჯგუფმა დაიკავა ქალაქი როსტოვი-დონზე, რომელსაც რუსეთი ომის ერთ-ერთ მთავარ საწყის წერტილად იყენებდა დაახლოებით წელიწადნახევრით ადრე. პრიგოჟინმა ორგანიზება გაუკეთა იმას, რასაც თავად სამართლიანობის მარშს უწოდებდა, როცა ვაგნერის მებრძოლებმა დაიწყეს სვლა როსტოვი-დონიდან მოსკოვის მიმართულებით. ეს მშვიდობიანი მარში არ ყოფილა. International Crisis Group-ის ცნობით ვაგნერის ჯგუფმა ჩამოაგდო რამდენიმე რუსული ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი, რის გამოც პუტინმა ეს ყველაფერი ღალატად შეაფასა. ამბოხება დასრულდა მეორე დღეს, როცა დაიწყო. პრიგოჟინის ჯარები მოსკოვიდან 200 კილომეტრში უხნეთში იყვნენ, როცა ვაგნერის ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი ბელარუსში გადაუხვევდნენ, რათა მოლაპარაკებები გაემართათ იმ ქვეყნის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. შეთანხმება შედგა და გადატრიალება თითქმის უხმაუროდ დასრულდა, რადგან რუსეთმა ვაგნერი კვლავ უკრაინასა და სხვა ადგილებში დაასაკმა. რაც შეეხება პრიგოჟინს, ის დიდხანს აღარ გაჩერებულა. ყოფილი ვაგნერის ლიდერი არ ჩაუსვამთ ციხეში. ამის ნაცვლად მისი მარშიდან 2 თვის შემდეგ პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა თავისი დაქირავებული ჯგუფის რამდენიმე მაღალი რანგის წევრთან ერთად. დროის დამთხოვა მხოლოდ შემთხვევითობას არ გავდა და დღემდე გავრცელებულია ხმები, რომ კრემლმა ორგანიზება გაუკეთა მკვლელობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა გადატრიალების მცდელობა. ახლა ლუნინის ვირუსული გზავნილი ვერ შეედრება სრულმასშტაბიან მარშს, რომელშიც ათასობით კაცი მონაწილეობდა. მაგრამ ვაგნერის ამბოხსა და ლუნინის გზავნილს შორის გარკვეული პარალელები არსებობს. ლუნინის შემთხვევაში ათასობით ადამიანმა თითქოს და გამოავლინა მტკიცებულებები იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც ლუნინი ამტკიცებს, რომ ფართოდ არის გავრცელებული რუსეთის არმიაში. არსებობს მტკიცებები, რომ იარაღს კრემლისკენ მიმართავენ და არსებობს მკაფიო მოწოდება იარაღით გამოსვლისკენ, რაც შეიძლება ვაგნერის მსგავსი მეორე ამბოხის გაჩენას გამოიწვევს, თუ ამას არ შეაჩერებ. და ისევ ხედავთ უკმაყოფილო მებრძოლს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცა და რუსეთის ომის რეალობა უკრაინაში და გადაწყვიტა, რომ წინააღმდეგობა გაეწია. ესეთი რამ პუტინის რუსეთში ახდება. და კრემლის პასუხი ამ ყველაფერზე აჩვენებს რუსეთის პრეზიდენტის ყველაზე ღრმა შიშებს, რომ მას საკუთარი ხალხი ძალაუფლებას წაართმევს. მაგრამ სანამ ამ პასუხზე გადავიდოდეთ, შეგახსენეთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ ყოველდღე ვაქვეყნებთ ასეთ ვიდეოებს, ასე რომ გამოიწერეთ არხი, თუ ჩვენგან ახალ ინფორმაციას იღებთ. რუსეთის პასუხი ლუნინსა და ლუნინის მუქარებზე, როგორც ჩანს, ეტაპობრივად მოვიდა. თავდაპირველად კრემლი თითქოს არასერიოზულად ეკიდებოდა ლუნინის ვიდეოს. პუტინის ერთ-ერთმა საყვარელმა რუპორმა, დმიტრი პესკოვმა, 26 ივნისს ვიდეოზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა. გითხრეს, რომ ასეთი განცხადება იყო, მაგრამ ჯერ არ ქონია შესაძლებლობა წავიკითხოთ. თუმცა პესკოვი ასევე ამტკიცებს, რომ ლუნინის სიტყვების შესახებ ცნობები მას საკმაოდ უცნაურად მოიჩვენა, მაგრამ ოფიციალურ პირებს ვიდეოს გაცნობა დასჭირდებათ, სანამ რაიმე შეფასებას გააკეთებენ. ასე რომ კრემლისგან ფრთხილი პასუხი მივერეთ, ალბათ იმიტომ, რომ პუტინმა და მისმა გარემოცვამ იცოდნენ, რამდენად დიდი გამოხმაურება ჰქონდა ვიდეოს და ფრთხილობდნენ პირდაპირ ქმედებაზე არ გადასულიყვნენ. შემდეგი განახლება თავად ლუნინისგან მოვიდა. შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა არა თავად პუტინთან. შეხვედრის მოწვევა კი ვიტალი ბოროდინისგან მოვიდა, რომელიც კრემლის მხარდამჭერი აქტივისტია და ჯგუფის ფედერალური პროექტი უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლისათვის ლიდერია. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ოფიციალურად კრემლთან დაკავშირებული არ არის, მას აქვს გამოცდილება საჯარო პირების წინააღმდეგ განცხადებების შეტანის, როგორც პუტინის ეგრეთ წოდებული კორუფციასთან ბრძოლის მცდელობის ნაწილი რუსეთის ხელისუფლებაში. ვიტალი ბოროდინმა დამიკავშირდა. მათ მოსკოვში დამპატიჟეს, რათა ჩემი შეშფოთება და ყველა დაგროვილი საკითხი გამეთქვა, განაცხადა ლუნინმა. მოკლე დროით ჩანდა, რომ შეიძლებოდა გამჟღავნებულიყო ინფორმაცია, რომელიც აჯანყებამდე მიგვიყვანდა, მაგრამ კრემლმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. 28 ივნისს DWM გავრცელა ინფორმაცია, რომ ლუნინს ის ბედი ეწია, რასაც ბევრი იფიქრებდა, როგორც კი მისი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ის დააკავეს თითქოს და 11 დღით. როგორც ამ ამბის ბევრ ნაწილში, ცნობები გარკვეულწილად დამაბნეველი და ურთიერთსაწინააღმდეგოა. ლუნინის ცოლმა ტატიანამ My Life-ის ტელეგრამ არხს უთხრა, რომ ლუნინინ ბოროდინის მოწვევის მიღების შემდეგ გეგმავდა მანქანით მოსკოვში გამგზავრებას.
ეს მზადებები 26 ივნისს დაიწყო, მაგრამ ლუნინს არასდროს მიეცა შანსი, რომ შორს წასულიყო თავის მოგზაურობაში. ღამის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც პოლიციელებად წარმოაჩენდნენ თავს, ვორონეჟის ლიზინოვკის სოფელში მივიდნენ ლუნინის საძებნელად. ისინი მას მაშინ მიაგნეს, როცა ტატიანა სახლში ბავშვებს უვლიდა. ტატიანა ამტკიცებს, რომ ქმრისგან მიიღო ინფორმაცია და ამბობს, რომ ის ცოცხალია და კარგადაა. ასევე სთხოვა, რომ მის მდგომარეობასთან დაკავშირებული ვიდეოები ან ინფორმაცია აღარ გავვრცელდეს სოციალურ ქსელებში. ასე რომ ლუნინ დაკავებულია. ლუნინმა მარტო თავის მანქანაში დაიწყო ვაგნერის მარშის საკუთარი ვერსია. გზაში იმ კაცთან შესახვედრად, რომელმაც განაცხადა, რომ ლუნინს დაეხმარებოდა მის მიერ შეგროვებული ძალადობის მტკიცებულებების გასაჯაროებაში. ეს მახე იყო. კრემლმა ბოროდინის შეხვედრის დაპირებები გამოიყენა, რომ ლუნინին ოჯახიდან მოშორებით გაეტყუებინა და დაეკავებინა. ან იქნებ კრემლმა იცოდა, რომ ბოროდინის მიერ ლუნინისთვის სიტყვის მიცემა და იმ ძალადობის შესაძლო გამჟღავნება, რასაც ლუნინი ამტკიცებდა, შეიძლებოდა გამხდარიყო აჯანყების კატალიზატორი, რასაც ყოფილი ჯარისკაცი ამბობდა, რომ პუტინს ელოდა თუ არაფერს გააკეთებდა. შეიძლება ამას ვერასდროს გავიგებთ. საინტერესო იქნება, გადაიქცევა თუ არა 11 დრიანი პატიმრობა ბევრად დიდ ვადად. რუსეთს დიდი გამოცდილება აქვს იმ ადამიანების გაუჩინარებაში, ვინც პუტინის რისხვას დაიმსახურებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ლუნინი მალე ღია ფანჯრიდან გადავარდეს. როგორც ეს ბევრ მათგანს დაემართა, ვინც ოდნავ მაინც მიანიშნა, რომ პუტინი შეიძლება ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინათ. ამ არეულ და ქაოტურ ამბავში ორი რამ არის ნათელი. პირველი, პუტინი დამცირებული აღმოჩნდა თავისი ყოფილი ჯარისკაცის მიერ, რომელმაც აჯანყებისკენ მოწოდება გააკეთა და ეს მილიონობით ადამიანმა ნახა. და მეორე, იმ ჩვენებების გარეშეც კი, რომელთა მოსკოვში ჩატანასაც ლუნინი ცდილობდა, საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, თუ რა საშინელებაა რუსეთის არმიაში მსახურება. ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული რუსეთის სამხრეთის სამხედრო ძალებში და ამის დასანახად შორს წასვლა არ არის საჭირო, თუნდაც ლუნინის მიერ მოტანილი ჩვენებების გარეშე. როგორც რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპა აღნიშნავს, წარსულშიც არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, როდესაც რუსი ჯარისკაცები, რომლებიც უარს ამბობდნენ ფრონტის ხაზზე თვითმკვლელურ შეტევებში მონაწილეობაზე, სარდაფებში, ორმოებში ან სხვა დროებით საკნებში სჯიდნენ. ასევე გავრცელდა ცნობები, რომლებიც ადასტურებს ლუნინის განცხადებებს იმაზე, რომ მეთაურები ჯარისკაცებს ქრთამს თხოვდნენ იმის სანაცვლოდ, რომ ყველაზე სახიფათო შეტევებზე არ გაეგზავნათ ისინი. ზოგიერთი გაწვეული ჯარისკაცი მეთაურებს თითქმის $13,000-მდე უხდიდა იმისთვის, რომ უკრაინაში ბრძოლას თავი აერიდებინა. რუსეთის სამხედრო წვრთნის ბაზებზე სადიზმის კულტურაა გავრცელებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯარისკაცი სხვებისგან განსხვავებულად მიიჩნევ. ყოფილი ჯარისკაცი არტიომ პიკო რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ის რუსეთის 273 საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა და მისთვის წვრთნები ჯოჯოხეთად იქცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბისექსუალი იყო. სასტიკად მაჩაგრავდნენ. 5 ტყვია გაუნტარი ჟილეტი ჩამაცვეს. ძალიან რთული იყო სიარული. ღებინება დამეწყო. გონება დავკარგე. წავიკეცი. გაზის ნიღაბი ჩამაცვეს. მაიჯულეს მერბინა, მეხოხა და ასე შემდეგ. შემთვის ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამბობს პიკოვი და ამატებს, რომ ჯოხებით სისტემატური ცემა, ჯარისკაცებისთვის ხელებზე ჩაქუჩით დარტყმა ან ბატარეაზე ხელბორკილებით მიბმა, ალა ეს ყველაფერი მას უნახავს. სხვები ნაკლებად გულახდილები არიან იმ ძალადობის შესახებ, რაც გადაიტანეს, ურჩევნიათ ანონიმურად დარჩნენ, როცა თავიანთ ინფორმაციას აწვდიან. იანვრის ერთ სტატიაში TVP World-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლში გაგზავნილი 1000-ობით ოფიციალური საჩივარი რუსეთის მთავრობამ შემთხვევით ინტერნეტში გამოაქვეყნა და ისინი ემთხვევა იმაზე ბევრს, რასაც პიკოვი ამტკიცებს და რასაც ლუნინი ამბობს, რომ პუტინისთვის უნდა ეჩვენებინ. გრძელი ჩამონათვალი, რომელშიც 6000-ზე მეტი საჩივარი, რუსეთის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენისადმი მიღებული 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე, საუბრობდნენ ოჯახებზე, რომლებიც შიშში ცხოვრობენ ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების სიცოცხლის გამო. ჯარისკაცებზე, რომლებსაც სჯიან თვითმკვლელურ მისიებზე უარის თქმისთვის. უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნით რუსეთის დროშების დაჭერით, მათ სამიზნეებად აქცევენ. და თუნდაც ინვალიდის ეტლში მყოფი ადამიანები, რომლებსაც ფრონტის ხაზზე აგზავნიან მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი უკრაინული საბრძოლო მასალა დახარჯონ მათზე. ეს კონკრეტული ანგარიში ამ ისტორიას საინტერესო დეტალს უმატებს. ლუნინმა განაცხადა, რომ აჯანყება ახლოვდებოდა და მას სურდა პუტინისთვის ეჩვენებინა ძალადობის მტკიცებულებები, რათა რუსეთის ლიდერს რაიმე გაეკეთებინა ამის დაწყებამდე. თუმცა იანვრის ეს ანგარიში აჩვენებს, რომ კრემლი ძალადობის შესახებ უამრავ შეტყობინებას იღებდა 1000-ობით რამდენიმე თვეში და სავარაუდოდ კიდევ ბევრ 1000. რას გვიჩვენებს ეს? პუტინმა უკვე იცის, რომ რუსეთის სამხედრო ძალა ძალადობრივია. უბრალოდ ეს არ აინტერესებს. ყველა ასეთი ისტორია თითქოს ჩვეულებრივი ამბავია იმ სამხედრო ძალისთვის, რომელმაც ჯარისკაცების ფრონტზე გაყვანა ისეთივე სისასტიკითა და სადიზმით მოახერხა, როგორც პუტინის უკრაინის დაპყრობის ხედვასთან რაიმე თანხვედრით. გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევის ცენტრმა 2024 წლის მარტში განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო კულტურას ახასიათებს ტანჯვისა და ძალადობისადმი მაღალი ტოლერანტობა და ეს თვისება უკრაინის ომამდე ბევრად ადრე არსებობდა. იდეა როგორც ჩანს ასეთია, რომ სისასტიკის ჩადენისთვის ჯარისკაცებმა თვითონვე უნდა დაექვემდებარონ ასეთ მოპყრობას.
მათ თვითონაც უნდა გამოსცადონ ძალადობა. მათ უნდა უყურონ, როგორც ჯიან და აწამებენ თანამებრძოლებს, რომლებიც ბრძანებებს არ ემორჩილებიან, ან რაიმე სხვას აკეთებენ, რაც არ შეესაბამება მათი მეთაურების მითითებებს. ლუნინი არ აპირებდა პუტინისთვის რაიმე გამომაშკარავებელი ინფორმაციის მიწოდებას. ის უბრალოდ აპირებდა რუსეთის ლიდერისთვის ეთქვა, რომ მისი არმია ზუსტად ისე მუშაობს, როგორც იყო დაგეგმილი. თუ ლუნინის მიერ პუტინისთვის საჩვენებლად განზრახული არც ერთი რამ არ არის ახალი რუსეთის ლიდერისთვის, მაშინ რატომ აქვს ამას საერთოდ მნიშვნელობა? ამ კითხვაზე მარტივი პასუხია, რომ ლუნინის ვიდეომ ეს ძალადობები საჯარო გახადა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც შესაძლოა რუსეთში ამის შესახებ არასდროს გაეგოთ. და ეს აჩვენებს, რომ არიან ჯარისკაცები, რომლებიც უკვე მეტისმეტად დაიღალნენ და მზად არიან ომი დაასრულონ. შესაძლოა აჯანყება მართლაც ახლოვდება, რადგან ომისგან დაღლილობა ლუნინის მსგავს ადამიანებს აიძულებს სასოწარკვეთილი ნაბიჯებით საკუთარი თავის აღთხეში ჩაიგდონ. და თუ ლუნინის მტკიცებები, რომ მასზე თავდაცვის სამინისტროსა და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ახდენდნენ გავლენას, სიმართლეს შეესაბამება, მაშინ პუტინთან ყველაზე ახლოს მყოფთაგან ზოგიერთსაც შეიძლება იგივე დაღლილობა ეუფლებოდეს. ისინი გამოსავალს ეძებენ. პუტინის გადაყენება შეიძლება ერთადერთი გამოსავალი იყოს. რუსეთის არმია დაღლილია. რადიო თავისუფლება იუწყება, რომ რუსეთის ელიტაში სულ უფრო იზრდება საჯარო დებატები ომის შეწყვეტის შესახებ. დაძაბულობა იზრდება. ვლადიმერ პუტინს უკვე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრებთანაც კი უწევს გამკლავება, რომლებიც ეუბნებიან, რომ 1917 რევოლუციური წლის რევოლუციის მსგავსი რამ ახლოვდება. ეს იყო ის გზავნილი, რომელიც რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა აპრილში პუტინს გაუგზავნა, როდესაც გააფრთხილა, რომ პუტინის ომის სამხედრო და ეკონომიკური შედეგები შესაძლოა პუტინის დასასრულის მიზეზი გახდეს. რუსეთის ლიდერისთვის ლუნინის სიტყვები მხოლოდ იმ ადამიანის პოდვა არ იყო, რომელიც ზღვარზე მიიყვანეს. ეს იყო გამოძახილი, უფრო დახვეწილი, მაგრამ არანაკლებ საშიში სიტყვებისა, რომლებიც რუსეთის ყველაზე გავლენიანი ადამიანებისგან მოდის. მიწაზე რუსეთი უკრაინაში ძალიან მცირე პროგრესს აღწევს, ხოლო რუსეთის შიგნით პუტინის ტერიტორიაზე უპილოტო აპარატები უფრო ხშირად შედიან ვიდრე ოდესმე, ზოგიერთი კი მოსკოვამდე აღწევს. თვითონ პუტინსაც კი მოუწია აღიარება, რომ საწვავის დეფიციტი უკრაინის თავდასხმებმა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე გამოიწვია. ასე რომ ლუნინს შეიძლება თავად არ ჩაუტარებია ვაგნერის ახალი ვერსიის მსგავსი გადატრიალება. მაგრამ მან აჯანტების შესახებ გააფრთხილი და აშკარაა, რომ პუტინისა და მისი ომის მიმართ დამოკიდებულება რუსეთში იცვლება. ყოფილი ჯარისკაცისთვის ასე საჯაროდ გამოხატოს თავისი უკმაყოფილება და მილიონებს გაომხილოს ის ძალადობა, რაც არმიაში ხდება, უკვე საკმარისად ცუდია. ამ ყველაფრის დამატება ელიტებს შორის განხეთქილებაზე და ინტკიცებულებებზე, რომლებსაც ვეღარ უარყოფენ რუსეთის წარუმატებლობებზე, ფრონტზე და უკრაინის შეტევებზე რუსეთის შიგნით, პუტინისთვის პოტენციური კატასტროფა. შესაძლოა რაღაც დიდმა მართლაც გატეხოს პუტინი. ახლა მთავარი კითხვა ისაა, წავა თუ არა ის ხმაურით სამხედრო აჯანყების გამო, თუ ჩუმად, როცა კულისებში მოქმედი ადამიანები ცდილობენ მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ორივე შედეგი უკრაინისთვის მისაღები იქნება და პუტინი ნამდვილად აძლევს თავის მტრებს საკმარის საშუალებას, რომ ბოლოს მოუხონ. გარდა სამხედროებში არსებული დაღლილობისა და გაბრაზებისა, პუტინი თავის ქვეყანას ეკონომიკურ სასოწარკვეთილებაში მიაქანებს. შესაძლოა პუტინისთვის და მისი რეჟიმისთვის ამ ყველაფრიდან დაბრუნების გზა აღარ არსებობდეს. და თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ, გაიგებთ რატომ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ ჩვენი სხვა მასალებიც რუსეთის შიგნით მიმდინარე ბოლო მოვლენებზე, რომლებიც მიუთითებს, რომ პუტინის დღეები დათვლილია. მადლობა ყურებისთვის.